მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო რო არ ჩავწერო, ისე ვერ გავატარებ. ერთი სიტყვით მითქმა მოთქმა არის ჯიმ ქერიზე რა და ეს ჯიმ ქერი არის ჩემი საყვარელი. არა მხოლოდ მსახიობი, არამედ ძალიან მაგარი პიროვნება. ხო და ყველაზე მეტად რაც ილუმინატი სამყაროს ამხელს არის ბუნებრიობა და აი ეს ბუნებრიობა რაც ჯიმ ქერს გააჩნდა, ხო? ბუნებრივი ნიჭი მსახიობობის და შემდეგ აი ეს უნიჭო მსახიობი რო დაგვიყენეს მერე და აი ზემოთ რო არის ჯიმ ქერით მოგვასაღეს, ხო? აი ამაზე მინდა ვისაუბრო დღეს რა. ხო და ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა. ეს არის ზუსტად ის რეალობა, გაყალბებული რეალობა, რომელზეც დღეს სრულიად მასონთა საზოგადოება, ესე იგი რომინათთა საზოგადოება და რა ვიცი, არარსებული თუ არსებული პირები, რომლებიც მსოფლიოს მართავენ და მათ შორის ჰოლივუდსაც ჩვენ პირდაპირ იმუშავებთ თვალებში ნაცარს გვაყრის. ვისაც ჯერა, ვისაც არ ჯერა, ეს ჩემი საქმე არ არის. მე ვიტყვი იმას, მე ვისიც ჯერა და რასაც ვხედავ. ერთი სიტყვით, ეს პიროვნება ქვემოთ მოყვანილი, რომელიც არის ჯიმ ქერი, რეალურად, რომელიც მასკაში თამაშობს და ეს პირველი ფილმია მგონი, საიდან სახელი გაითქვა ჯიმ ქერი. და მისი მიმიკები, მისი გესტიკები, მისი მიმიკა, მისი გესტიკა, სწორი ქართულით რო ვთქვათ, მისი მიმიკა და გესტიკა მაყურებელს პირველივე ნახვიდან ჩაუჯდება და არ შეეშლება იმაში, რომ შემდეგ ეს ადამიანი შეცვალონ, შეეპაროს არის თუ არა ჯიმ ქერის შეცვლილი. და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ეს ბუნებრიობა არის იმის მტკიცებულება, რაც კაცობრიობას ზუსტადაც რომ პირდაპირ თვალში ხვდება, ვინ შეუცვალეს. ძალიან ბევრი პიროვნებები არიან შეცვლილი ჰოლივუდში, თუმცა მათ არ ქონდათ ის ბუნებრიობა, რაც ჯიმ ქერის ჰქონდა და მისი ძლიერი სიტყვა ბოლო მის გამოსვლებში იყო ის მხილება, რომელიც არ დაევა ასეთი ილუმინატთა სამყაროს და სერიოზულად ძალა ჰქონდა მის სიტყვას და ამხელდა სერიოზულ დონეზე და ხალხი გამოაფრიზლა ძალიან ბევრი. ამიტომაც ჯიმ ქერი მოიშორეს და შეცვალეს აი ამ უნიჭო მსახიობით, რომელიც ვითომ და დასიებულია რაღაც წამლებით, რომელიც პირდაპირ მიჯრეობით, ვისაც უნდა იმას დაიჯეროს ეს ყლეობა უკაცრავად. და ვისაც არ უნდა დაიჯერებს, ხო და ასევე მეგობრებო, აი ეს რეალობა რაც ჰოლივუდშია, ის არის ჩვენ საქართველოში და როდესაც თქვენ გამოგიჭყვირავენ ილია მეორის რომ ვითომ ის ცოცხალია, ხო და თქვენ ჯერათ ეს იმას ნიშნავს, რომ იმანიშნებელია რომ ჯერ კიდევ ბრმა თაობა არის, ბრმა ხალხთან გვაქვს საქმე და არ იცნობს ვინ არის ილია მეორე. მე რომ კარგად ვიცნობ ვინ არის ილია მეორე და რომ ვიცი რომ ის არ შემიჩნდება არც ერთი იმ მკვდარ სურათში, რომელიც სადაც ცოცხალია და სადაც მკვდარია და სადაც ხელოვნური ინტელექტია. აი სწორედ ეგ არის მეგობრებო ის რეალობა, რაც ეხლა გამოდის უკაცრავად სამყუროები გაკეთებს, რაც ეხლა გამოდის სინათლის შუქზე და აბსოლუტურად ყველა ის რეალობა გამოვა სინათლის შუქზე, რა თქმა უნდა ამას ეცდებიან რომ გაამართლა, არა ესე კი არა და ახსნა აქვს ამას. და მეც გეტყვით რა, ახსნა ყველაფერს შეიძლება მოუძებნო, გააჩნია ეს ახსნა არის სიცრუე თუ სიმართლე. და სიმართლეს ახსნა არ სჭირდება. ახსნა ყოველთვის სჭირდება სიცრუეს. იცით თქვენ ხო ალბათ ეს კანონი? ჯიმ ქერი არის მკვდარი მეგობრებო. ან თავი გაითავისუფლა, იყიდა თავისი თავისუფლება, წავიდა მაგარი დაგვადო და შემცვლელი დააყენეს. ან მოკლეს, ან მოთხრა. ორი ვარიანტია. სხვა ვარიანტს ვერ მივიღებ. აი ეს ტიპი, რომელიც ჯიმ ქერს თამაშობს და ძალიან უნიჭოთ, ისევე როგორც ხელოვნურ ინტელექტს მანახებენ ძალიან უნიჭოთ გაკეთებულ ილია მეორეს, იგი ერთ და იგივეა.
უნიჭოები ვეღარ მოატყუებენ ხალხს. ხალხი გამოფხიზდა და მეგობრებო, შუმანის რეზონანსი ავიდა ძალიან მაღალ სიმაღლეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ვეღარ მოატყუებ. ფარდა აიხადა უკვე ყველა სინათლეს. ეს ის არ არის, რომ აიგე ფარდას გადაწევ და მე რაღაცა სპექტაკლს აინახავ. ეს ის თვალებზე ფარდის ახდაა, რომელცა ვეღარ გატყუებენ. და ვისაც ატყუებენ, აი ისინი უკვე ნელ-ნელა გავლენ აქედან. აბა კარგად.